დღეს ასავალ-დასავალის ფურცლებიდან მივმართავ მთელ საქართველოს სოტრე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. ქეთი ბექაური, ასავალ-დასავალი 2011 წლის 4-10 აპრილი, ნომერი 14. იმ საპატიმროებში, სადაც დირექტორები ვაჟა ცხედიანი და ალექსანდრე მუხაძე არიან, პირობები არათუ გაუსაძლისი საგანგაშოცაა. ძვირფასო მკითხველო, ასავალ-დასავალის დღევანდელი ნომრისთვის ზვიად გამსახურდიას ვაჟთან და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პირად პატიმართან სოტრე გამსახურდიასთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი მქონდა, მაგრამ დანარჩენს მისი ადვოკატის ქეთი ბექაურისგან შეიტყობთ, ხოლო ყველაზე საგანგაშოს იმ წერილის ამონარიდიდან, რომელიც პირადად გამომიგზავნა ზვიად გამსახურდიას ძემ. ვესაუბრებით სოტრე გამსახურდიას ადვოკატს უფლებადამცულ ქეთი ბექაურს. მიმდინარე წლის 28 მარტს შევედი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. მსჯავრდებულ სოტრე გამსახურდიასთან 28 მარტი გახლდათ მისი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების ბოლო ვადა და ადმინისტრაციის მხრიდან მსურდა სოტრე გამსახურდიას ხელმოწერის დანამდვილობის დადასტურება. თუმცა აღნიშნული დაწესებულების დირექტორმა ვაჟა ცხედიანმა განმიცხადა უარი. როდესაც სოციალურ მუშაკს დაუძახეთ ვინმე თამუნა ამუნიანმა, პირდაპირ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ხელებიდან გამომტანცა სააპელაციო საჩივრის 2 ეგზემპლიარი და ასევე განცხადება ვაჟა ცხედიანის სახელზე, რომელშიც ვითხოვდით დაემოწმებინათ აღნიშნული საჩივარი. 2 საათნახევრის განმავლობაში დამალეს იურიდიული დოკუმენტი და ფაქტობრივად მე ადვოკატს შემიზღუდეს თავისუფლება, გადაადგილების უფლება. გარდა სოტრე გამსახურდიას უფლებების დარღვევისა, დაერღვა ჩემი უფლებებიც. დიახ, ვაჟა ცხედიანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას, რომელსაც ასევე იყენებდა ბოროტად. ამას მოჰყვა სოტრე გამსახურდიას ხმამაღალი პროტესტი, რომ აღნიშნულის შესახებ მიმართავდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. დაიწყებდა შიმშილობის პერმანენტულ აქციას და მხოლოდ ამის შემდეგ მოეგნენ გონს ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. ესეც არ გვაკმარეს, მე როგორც დამცველს მომიწყვეს პროვოკაცია, ჩამირთეს ვიდეოკამერები და ჩემს პროტესტს ვიდეოკამერებით აფიქსირებდნენ. დღისა დასასრულს როგორც იქნა კეთილი ინებეს და დამიმოწმეს სააპელაციო საჩივარი, ხოლო ვინმე თამუნა ამუნიანი საერთოდ აღარ გამოჩენილა ადმინისტრაციის შენობაში. ანუ განაჩენის გასაჩივრება შეძელით მაინც? 28 მარტს შევძელით სააპელაციო საჩივრის შეტანა გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც 28 თებერვალს გამოიტანეს სოტრე გამსახურდიას მიმართ მეორე ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რასაც ქრთამის მიცემაში დადანაშაულება ჰქვია. ამის შემდეგ, როცა 30 მარტს კვლავ გახტლდით სოტრესთან, მან მორიგი კანონდარღვევის ფაქტი დამიფიქსირა. თურმე 28 მარტს მე როგორც კი გამოსულ ადმინისტრაციული შენობიდან იმ დღიდანვე დაიწყეს რეპრესიული მანქანის ამუშავება სოტრეს მიმართ. მას შეუმცირეს საკვები აღარ გახავთ არც სასეირნოდ და აღარც აბანოში. მეტიც დღემდე ირღვევა მიმოწერის თავისუფლება. ვერანაირი კორესპონდენცია ვერ შედის და ვერც გამოდის. მაშინ, როდესაც აღნიშნული უფლება დამონიჭებული აქვს, იქ მყოფ ყველა პატიმარს, პატიმართა კანონის მე-16 მუხლის თანახმად. დღეს რა მდგომარეობაშია სოტრე? მისი ჯანმრთელობა შერღეულია, რაც საჭმევენ კაცმა არ იცის, თავადაც ამბობდა თქვენთვის პირადად გადმოსაცემი წერილის ტექსტიც კარნახით ჩამაწერია და იქ მოკლედ უწერია ყველაფერი. ჩემდამი მოწერილი პირადი წერილიდან ამონარიდებს აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. როდესაც ევროსტრუქტურების დამკვირვებლები შედიან, მხოლოდ მაშინ ხდება საკვების მცირედით გაუმჯობესება. პირდაპირ გიცხადებთ, იქ სადაც დირექტორები ვაჟა ცხედიანი და ალექსანდრე მუხაძე არიან, პირობები არათუ გაუსაძლისი საგანგაშოცაა. ღვიძლია აწუხებს სოტრეს, C ჰეპატიტით არის დაავადებული, ხერხემალის სახსრები და არანაირი ყურადღება. სამედიცინო თვალსაზრისით დღეს ასავალ-დასავალის ფურცლებიდან მივმართავ მთელ საქართველოს. სოტრე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. ამონარიდით სოტრე გამსახურდიას წერილიდან. გიორგი ძალიან ცუდად ვარ, ღვიძლი ხერხემალის სახსრები მაწუხებს ერთად. აქ მკურნალობის არანაირი საშუალება არ აქვს, გარდა გამაყუჩებლისა. ფანჯარასაც ვერ ვაღებ, საღამოდან დილამდე ნაგავსაყრელისა თუ გოგირდის საშინელი სუნი შემოდის. ჭამით სალაფავს გვაჭმევენ, რაც შარშან იყო ისიც აღარ არის. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა გავრცელდა ჩვენზეც. შარშან ზამთარში ჩემი შიმშილობის დროს ერთადერთმა ასავალ-დასავალმა შეაგროვა ხელმოწერები ჩემს მხარდასაჭერად და დაგვიანებით კიდევ ერთხელ მიწევს ახლა ყველაფრისთვის მადლობის გადახდა. თუმცა მე მარტო ვარ. აღარაფრის ორგანიზების საშუალება აღარ მაქვს. ძალიან ცუდად ვარ. 30.03.2011 წელი. ბოლო თქმა. დიახ, ძვირფასო მკითხველო, ზვიად გამსახურდიას სიძულვილის სავსე ხელისუფლება მის ვაჟს სამაგიეროს იმით უხდის საპატიმროში სალაფავის მეც არაფერს რომ არაჭმევენ და სახსრებით დაწყებული ხერხემლი დამთავრებული ყველაფერის ტკივა. არადა ეს მართლაც სალაფავ მოსანატრებელი. ერთი ხელით სოტრე გამსახურდიას აწამებენ, მეორე ხელით კი საქართველოს პირველი პრეზიდენტის უფროს ვაჟს გუნდრუქს უკმევენ და საპარლამენტო ხელფას სულ-სხული კუპიურებით უხდიან. ასავალ-დასავალი კვლავ ანგაშის ზარებს არისხებს. ქართველო ერო, დიახ, ჩვენი ვალია გადავარჯინოთ სოტრე გამსახურდია და სააკაშვილის საპატიმროში სიკვდილისაგან და ეს ის ვალია, რომლითაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა და გაურკვეველ ვითარებაში მისი სიკვდილის ცოდვა უნდა ჩამოიწმინდოს ერმა. დროზე ვიდრე ხვალ გვიანი არ იქნება. გიორგი მამაცაშვილი.